შიდა ქართლში ახლად რეაბილიტირებული სკოლები ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორებთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის ახლად რეაბილიტირებულ სკოლებში იმყოფებოდა. სტუმრებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. სკოლების სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა. პროექტების ჯამური ღირებულება 12 მილიონ ლარამდეა. ორივე სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ქიმიის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სახანძრო სიგნალიზაციისა და გათბობის ახალი სისტემებით. ქვენატკოცის საჯარო სკოლა 500 მოსწავლეზე, ოსიაურის საჯარო სკოლა კი 300 მოსწავლეზეა გათვლილი. დღეს მოვინახულეთ ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურის და ქარელის რაიონის სოფელ ქვენატკოცას საჯარო სკოლები. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა ორივე საჯარო სკოლას. სკოლები აღჭურვილი არის უახლესი ტექნიკით და თანამედროვე ავეჯით. სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად განვითარდა, 1000-ზე მეტი მოსწავლე დღეიდან განახლებულ გარემოში გააგრძელებს სწავლა-განათლებას. სკოლებში განვითარებული არის როგორც სპორტული ინფრასტრუქტურა, ასევე თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვება ლაბორატორიები.